სვეტის სახელები საქართველოს რუკაზე. ჟან შარდენის ქუჩა ძველ თბილისში. ნიკოლაი ლევშიცი. მე ვაგრძელებ იმ ადამიანების შესახებ მოყოლას, რომელთა სახელებიც ჰქვია იმ ქალაქების ქუჩებს, რომლებშიც ყოველდღიურად დავდივართ. ძველი თბილისის გულში არის ვიწრო, პატარა და ატმოსფერული ჟან შარდენის ქუჩა. ვინ იყო ეს ფრანგი და რას აკეთებდა ის თბილისში? მას ხშირად მახვილგონივრულად უწოდებენ საქართველოს პირველ დიდ კაპრის ტურისტს. ის იყო ვაჭარი, იუველირი, მოგზაური და, უპირველეს ყოვლისა, თავგადასავლების მოყვარული. ის პარიზიდან სპარსეთის შას სამკაულებით ამარაგებდა. 1673 წელს სპარსეთში მეორე მოგზაურობის დროს შარდენმა უფრო მოკლე გზა აირჩია, კონსტანტინოპოლიდან შავი ზღვისა და კავკასიის გავლით და ამგვარად აღმოჩნდა საქართველოში. მისი მოგზაურობის შედეგი იყო წიგნი შვალიე შარდენის მოგზაურობის დღიური სპარსეთსა და აღმოსავლეთ ინდოეთში შავი ზღვისა და კოლხეთის გავლით. ჟან შარდენი საქართველოში თითქმის 6 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, შექმნა თბილისის პირველი გრაფიკული გამოსახულება და დატოვა მომხიბვლელი და არა ყოველთვის კომპლიმენტური მოგონებები თავისი მოგზაურობის შესახებ. დიუმამდე დიდი ხნით ადრე, წაიკითხეთ მის შესახებ აქ, ჰერბს, ტმინ ლავშეც ტელეგრამ 18.1793 ჟან შარდენი წერდა ადგილობრივი სუფრის ტრადიციების შესახებ და ხარობდა, რომ ნადიმზე მას არ უწევდა იმდენის დალევა, რამდენიც ქართველებს, თორემ ადგილზე მოკვდებოდა. შარდენი თბილისს უწოდებდა ულამაზეს ქალაქს. სპარსეთში თბილისი იმ დროს ვასალური სახელმწიფო იყო, აღფრთოვანებული იყო ქართველების მიმზიდველობით. ამ ქვეყანაში არასდროს შემხვედრია არც ერთი არამიმზიდველი ადამიანი, მაგრამ ამ პარტავნებისთვის საყვედურობდა მათ. ახლა შარდენის ქუჩა მთლიანად ტურისტული კაფეებითაა გაფორმებული და დიდი ხნის განმავლობაში დედაქალაქის ერთ-ერთ ცხელწერტილადაც კი ითვლებოდა, მაგრამ თუ შეეცდებით, იქ მაინც შეგიძლიათ ძველი ქალაქის სულისკვეთების შეგრძნება.